ჯანდაცვა და ლიტერატურა მწერლები ადამიანის უფლებებისთვის 9 ავტორის მონაწილეობით ამ სახელწოდების აქცია ყაზბეგში დაიწყო. C-ჰეპატიტის, შიდსი, ნარკომანია, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები და პალიატიური მზრუნველობა ამ თემებზე თანამედროვე ქართველი მწერლები დაწერენ. მიზანი პაციენტის უფლებების დასაცავად ერთ წიგნად შეკრული მოთხრობები და პიესებია. ნახეთ ნინია ახვლედიანის ლიტერატურული ქრონიკა შემოდგომის ყაზბეგიდან. არც მყინვარწვერი, არც თერგის ხეობა, არც გერგეტის სამება არ აღმოჩნდა საკმარისი იმისთვის, რომ ერთ შაბათ-კვირას ალექსანდრე ყაზბეგის სამშობლოში და ილიას საყვარელ სტეფანწმინდაში თანამედროვე ქართველი მწერლები შეკრებილიყვნენ. პალიატიური მზრუნველობის მქონე პირებზე ვფიქრობ, რომ დავწერო, ან შეიძლება შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ადამიანებზე. ალბათ მე დავწერ ნარკომომხმარებლებზე და იმ ადამიანებზე, რომლებიც დღეს ძალიან დიდ სტიგმატიზაციას განიცდიან. სავარაუდოდ მე დავწერ აუტიზმისა და დაუნის სინდრომზე. ყოველი მოხსენების დროს მქონდა სურვილი, რომ აი ზუსტად იმ თემაზე დამეწერა, მაგრამ ყველა ისეთ საინტერესო და მნიშვნელოვანი, რომ ჯერ გადაწყვეტილება არ მაქვს მიღებული. მწერლები ადამიანის უფლებებისთვის ზღვის დონიდან თითქმის 2000 მეტრზე სასტუმრო რუმსში შემოდგომის ყაზბეგის ლიტერატურული სესია უჩვეულო ფორმით სემინარით დაიწყო. შიდსთან, C-ჰეპატიტთან, აუტიზმთან, ტუბერკულოზთან, დაუნის სინდრომთან დაკავშირებული პრობლემები, ასევე ნარკომანია, პალიატიური მზრუნველობა, ფსიქიკური ჯანმრთელობა, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა პრობლემები, პატიმართა უფლებები. ამ თემებზე პროფესიონალებმა ჯანდაცვის სფეროდან მწერლებს საკუთარი გამოცდილება გაუზიარეს და ადამიანური ისტორიები უამბეს. ადამიანი, რომელიც ზის ეტლში, გასაგებია მისი პრობლემა. წესთან დაკავშირებით არ გვაქვს სიმბოლო, რომელსაც ალბათ ავტორი ჩაეჭიდება და შემდეგ მხატვრულ ტექსტში გადაიტანს. ეს საკმაოდ რთული ამოცანა იქნება. შეიძლება მათ ბევრი რამ იციან, ბევრი რამ არ იციან. მასალა ძალიან საჭიროა, როდესაც იწყებ მუშაობას, შემდეგ გქონდეს ბევრი მასალა და მე ამისგან ირჩევ ან რაღაც სწორ მიმართულებას აყალიბებ. სემინარზე მიღებული ინფორმაციული იმპულსები სამომავლოდ მხატვრულ ტექსტებად უნდა იქცეს. მოთხრობებსა თუ პიესებში, ანუ პროზაში გადატანილი პაციენტის პროზაული ქართული რეალობა საზოგადოებამდე სათქმელს უფრო მძაფრად მიიტანს. მიხარია, რომ ეს ადამიანები გავიცანი, კონკრეტულად მომხსენებელი ეს მე ვლაბერტყავა და დიდი მადლობა ზოგადად ამ სემინარის მომწყობს, იმიტომ რომ მართლა დამუხტული ვარ. როგორ ირღვევა საქართველოში ადამიანის უფლებები ქვეყანაში, რომელშიც ამ პრობლემაზე ბევრს წერენ, კითხულობენ და საუბრობენ, ამჯერად სრულიად ახალი ფორმით გამოეხმაურებიან. ამ ჰუმანურ ლიტერატურული პროექტის ინიციატორი ფონდი ღია საზოგადოება საქართველოა. მწერლებს მიეცემათ გარკვეული ვადა, სავარაუდოდ 1 თვე, რის შემდეგაც მოხდება მოთხრობების და პიესების შეკრა ერთ კრებულად, ჯერ არ ვიცით სახელწოდება რა იქნება კრებულის და სწორედ ამის შემდეგ მოხდება რომელიმე პიესის დადგმა თეატრში. ქართულ მწერლებს 1 თვე აქვთ იმისთვის, რომ სემინარზე ნაამბობი გაიაზრონ, საკუთარი დამოკიდებულებით შეაჯერონ და ამ საქმეში საკუთარი ლიტერატურული წვლილი შეიტანონ. 9 ავტორის ერთი წიგნი ადამიანისთვის ყველაზე ღირებულს, ჯანმრთელობას და სიცოცხლის უფლებას მიეძღვნება.